მოგესალმებით ყველას, ჩვენი დღევანდელი თემა იქნება პერიოდიზაციაზე. ჩემს წინა ვიდეოში, სადაც თქვენს კითხვებს ვცემდი პასუხს, ერთ-ერთი თემა იყო პერიოდიზაცია, უბრალოდ იმ ვიდეოში არ შევიტანე ეს თემა, რადგან ძალიან დიდი ვიდეო გამოვიდა, ამიტომაც ეხლა ცალკე წერ ამ თემაზე ვიდეოს და გაიგებთ თუ რა არის ეს პერიოდიზაცია, რატომ არის კარგი ნატურალებისთვის, ну, საერთოდ რა საჭირო არის და რამდენი ტიპი არსებობს. არხის გამოწერა არ დაგაუწევთ, ვიდეოს დალაიქება არ დაგაუწევთ და კომენტარებში ასევე დამიწერეთ თუ ვინ როგორი სპლიტით ან რაიმე პროგრამით და მეთოდით ვარჯიშობთ, ეგეც ძალიან საინტერესო იქნება. ასევე გეტყვით რომ Telegram ჯგუფი გვაქვს, ვიდეოს აღწერაში იქნება ასევე ლინკიც და შემოგვიერთდით, თუ ვინმეს რაიმე კითხვები გაქვთ, დაგვიწერეთ იქ, დაგვისვით და გიპასუხებთ ერთმანეთს, გაუზიარებთ გამოცდილება. ახლა კი მოდით ვისაუბროთ თუ რა არის ეს პერიოდიზაცია, რაში გვჭირდება. ესე იგი, როცა ჩვენ ვარჯიშობთ, თუ გვინდა რომ ვარჯიშმა ეფექტურად ჩაიაროს, ჩვენ უნდა დავტვირთოთ ნეიროკუნთოვანი სისტემა, ხო? წარმოიდგინეთ, ან როცა ჩვენ ვარჯიშობთ და ვწევთ მძიმე წონას, ჩვენ ამით ერთგვარ სტრესში ვაგდებთ ორგანიზმს და ორგანიზმის პასუხი ამაზე არის კუნთოვანი მასის ზრდა, ძალის ზრდა და ასე შემდეგ, რომ იგივე დატვირთვამ, იგივე სტრესი არ გამოიწვიოს. თუ ჩვენ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ვარიაციას არ შევთავაზებთ ჩვენს ორგანიზმს, იმას, ანუ სტიმული დაეკარგება ამ ადაპტაციისთვის. ესე რომ ვთქვათ, ის მიეჩვევა ერთ და იგივე დატვირთვას და უბრალოდ აღარ დასჭირდება რაღაცაზე ადაპტაცია, კუნთის ან ძალის გაზრდა და ასე შემდეგ. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არის კარგი პერიოდიზაციის გამოყენება, არის სწორედ ეს, რომ ჩვენ წონა არ გაგვეყინოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატება იქნება თუ კლება იქნება, ძალიან ასე ვთქვათ, დიდი სტრესი არ დააგროვდეს ორგანიზმში და გადაღრმავებაში არ გადაიზარდოს, რამაც შეიძლება ასევე რეგრესი გამოიწვიოს და მოკლედ აი ყველაფრისთვის არის ძალიან კარგი პერიოდიზაცია. რაც შეეხება პერიოდიზაციას, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ვარჯიშები უნდა დავყოთ პერიოდებად ან ციკლებად. ციკლები არსებობს სხვადასხვა ხანგრძლივობის, მაგრამ ამაზეც და მოგვიანებით ვისაუბროთ. ეხლა უბრალოდ გეტყვით თუ რა ტიპის პერიოდიზაციები არსებობენ და გავარჩიოთ თითოეული მათგანი. პირველი ეს არის ხაზოვანი, იგივე ლაინერ პერიოდიზაცია, ასე დროს ვარჯიშები უნდა იცვლებოდეს მოცულობის, ინტენსივობის, გამეორებების დიაპაზონის, ასევე დასვენების დროის მიხედვით და პრინციპი არის ის, რომ ვიწყებთ მარტივი ვარჯიშით და დიდი მოცულობით და ვამთავრებთ მძიმე ვარჯიშით და ნაკლები მოცულობით. ანუ გვაქვს 4 ციკლი. პირველი ციკლი ეს არის 15-20 გამეორება, წონა არის დაბალი, მისვლები არის ბევრი. მეორე ციკლის შემთხვევაში 10-12 გამეორება, სამუშაო წონა არის საშუალო, ასევე საშუალო არის მისვლების რაოდენობაც. მესამე ციკლი ეს არის 5-8 გამეორება, მაღალი სამუშაო წონებით და ზომიერი არის ასევე მისვლების რაოდენობაც. მეოთხე ციკლის შემთხვევაში კი 3-4 გამეორება, მაქსიმალური წონებით ვაკეთებთ და მისვლების რაოდენობა არის ცოტა. ასეთი ტიპის პერიოდიზაცია შეიძლება გრძელდებოდეს რამოდენიმე თვე, ასევე ნახევარი წელიც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ციკლს შეუძლია დაიკავოს დაახლოებით 1-2 თვე, ანუ 2 თვე მსუბუქი ვარჯიშები, 2 თვე საშუალო ვარჯიში, 2 თვე რთული და 2 თვე მაქსიმალური წონებით. გვაქვს ასევე ტალღოვანი პერიოდიზაციაც. ასეთ დროს ვარჯიშების მოცულობა, ინტენსივობა, დასვენების დრო და გამეორებების დიაპაზონი იცვლება ან ყოველ ვარჯიშზე, ან ყოველ კვირას. მაგალითად, თუ full body-ით ვარჯიშობთ, შეგვიძლია 2 შაბათს იყოს მსუბუქი დატვირთვა, 4 შაბათს იყოს საშუალო დატვირთვა და პარასკევს იყოს უკვე მძიმე, ანუ რთული დატვირთვა. თუ რაიმე სპლიტით ვარჯიშობთ, შეგიძლიათ დატვირთვები ცვალოთ კვირების განმავლობაში, მაგალითად, პირველ კვირას იყოს მსუბუქი დატვირთვა, მეორე კვირას იყოს საშუალო დატვირთვა და მესამე კვირას იყოს მძიმე დატვირთვა. შეიძლება ეხლა ვიღაცამ თქვას, რომ რა საჭირო არის ამდენი რაღაცის შეტანა სავარჯიშო პროცესში, როცა ისედაც ვარჯიშობ და კარგი შედეგი მაქვს. კი, რა თქმა უნდა, ესეთი შემთხვევაც არის, მაგრამ თუ ავიღებთ ორ ადამიანს, რომელიც ერთი მაგალითად პერიოდიზაციის გარეშე ვარჯიშობს და მეორე პერიოდიზაციით ვარჯიშობს, თავიდან შეიძლება ორივეს კარგი შედეგები ჰქონდეთ, მაგრამ თითქმიან პერსპექტივაში ადამიანს, რომელიც პერიოდიზაციის გარეშე ვარჯიშობს, არის დიდი რისკი, რომ დაიწყება დაღლილობა, გაიყინება წონა, ეს სტრესი დაუგროვდება და გაიყინება მოკლედ პროგრესი. და ადამიანი, რომელიც პერიოდიზაციით ვარჯიშობს, ასევე კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ ის ცვლის დატვირთვებს, ანუ სულ ერთ და იგივე მძიმე დატვირთვებს არ აყენებს კუნთებს, ორგანიზმს და იმის რისკი, რომ მიიღოს ტრავმა, იგივე ყესზე, იგივე სახსარზე, არის უფრო ნაკლები. გვაქვს ასევე ბლოკური პერიოდიზაციაც. აქ ეს ყველაფერი იყოფა ბლოკებად და ბლოკები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მიზნის მიხედვით. ანუ გვაქვს ძალა, გვაქვს ჰიპერტროფია და გვაქვს გამძლეობა.
რომელი მათგანზეც უფრო გინდათ რომ განავითაროთ, უფრო მეტი პროცენტულობა ამ ბლოკში დაეთმობა სწორედ მას. მაგალითად, თუ გინდათ ძალის განვითარება, შეგიძლიათ 2-3 კვირა ივარჯიშოთ ძალაზე, მძიმე ვარჯიშებით და 1 კვირა დაუთმოთ უკვე ჰიპერტროფიას, 1 კვირა დაუთმოთ გამძლეობას. თუ თქვენი მიზანი არის ჰიპერტროფია, მაშინ 2-3 კვირა დაუთმეთ ჰიპერტროფიის ვარჯიშებს, მსუბუქი წონებით და თითო კვირა დაუთმეთ უკვე ძალას და თითო კვირა გამძლეობას. თუ გამძლეობა გაქვთ მიზნად, მაშინ 2-3 კვირა გამძლეობაზე ივარჯიშეთ და დანარჩენი თითო კვირა უკვე დაუთმეთ ძალას და ჰიპერტროფიას. დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მივხვდით ყველაფერს. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, არხის გამოწერაც არ დაგაუძლებთ, ვიდეოს დალაიქებაც არ დაგაუწყდეთ და აბა დროებით.